მოგესალმებით მეგობრებო. რიგი მიზეზების გამო თვეზე მეტი ახალი განხილვა არ გამოგვივიდა. მაგრამ დღეს პადოკ მემორის ბრუნდება, ახალი ენერგიით და საინტერესო ამბებით. ამიერიდან ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ თქვენთვის ახალი ვიდეოების შექმნას. სანამ დღევანდელ თემაზე გადავალთ, მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მეგობარი ბრენდი Aroma. Aroma ეს არის პრემიუმ კლასის ავტოსუნამოების ბრენდი, რომელიც თქვენს ავტომობილს ანიჭებს ისეთივე დახვეწილ სურნელს, როგორც აქვს მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს Tom Fords, Dior's, Chanel's და Armans. ამ შესანიშნავი სიახლიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენ სამ მაყურებელს გადავცეთ Aroma's პრემიუმ ავტოსუნამო. საჩუქრის ადრესატები აერჩევიან რენდომულად კომენტარებიდან. აუცილებელი პირობა, რომ არხი გამოწერილი გქონდეთ და კომენტარი დაწეროთ. Aroma საიტის ლინკს კი აღწერაში დავტოვებ, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მათი სრული ასორტიმენტი. ახლა კი გადავიდეთ დღევანდელ თემაზე. ორი ლეგენდის დაპირისპირება, რომელმაც 2000 წელი ავტოსპორტის ისტორიაში განსაკუთრებულად დაამახსოვრა ყველას. დიახ, სწორედ მიხვდით. დღეს ვისაუბრებთ მიკა ჰეკინენის და მიხაელ შუმახერის დაუვიწყარ ბატალიაზე. მანამ სანამ დავიწყებთ, ხოთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწოროთ ჩვენი არხი და გააქტიუროთ ზარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდი. მადლობა ყველას წინასწარ, თქვენ უყურებთ პადოკ მემორის, ასე რომ დავიწყოთ. 2000 წლის სეზონი გვპირდებოდა დიდ დაპირისპირებას. 99 წლის სეზონში ფერარისა და მაკლარენის ბრძოლა შეწყდა, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის გრან-პრიზე მიხაელ შუმახერმა ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე გამოეთიშა სამეფო ბრძოლებს. ამიტომაც ფერარი და წითელი ბარონი მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა თავიანთი უპირატესობა დაემტკიცებინათ. ფერარიში მოხდა ცვლილებები და მიხაელის ახალ მეწყვილად გუნდში რუბენს ბარიკელო გახდა. 2000 წლის 1 თებერვალს ფერარიმ გააკეთა ახალი ბოლიდის პრეზენტაცია F2000. ამ ბოლიდის პროექტირება ხდებოდა ახალი აეროდინამიკური გვირაბის დახმარებით, რომელიც გუნდს უფლებას აძლევდა მთლიანი მოდელი გაეტესტათ. რორი ბორნმა განაცხადა, რომ მათ წონები სხვაგვარად გადაანაწილეს, რათა ბოლიდის აეროდინამიკა გაეუმჯობესებინათ და ასევე გაეზარდათ საბურავების ცვეთის დრო. მისი განცხადებით, ძრავი მათ ახალი ტექნოლოგიებით შექმნეს და შეცვალეს საწვავის სისტემა, რადგან პიტ-სტოპის დროს საწვავის შევსების დრო შეემცირებინათ. ფერარის პირდაპირმა კონკურენტმა მაკლარენის გუნდმა კი შეინარჩუნა ძველი შემადგენლობა ჰეკინენის და კულჰარდის სახით. მათი ბოლიდის პრეზენტაცია კი 3 თებერვალს შედგა, რომელსაც MP14-15 ერქვა. Adrian Newey-ის თქმით, ეს იყო წინა წლის ბოლიდი ბევრი ახალი ცვლილებით. ახალი ძრავი, სიჩქარეების კოლოფი და ახალი დაკიდების სისტემა. ინჟინერები ცდილობენ გამოესწორებინათ ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ 1999 წლის სეზონში შეემთხვათ. პილოტები კვალიფიკებულები იყვნენ ახალი ბოლიდით. ჰეკინენის თქმით, ახალ ბოლიდს ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა. სეზონი გაიხსნა ავსტრალიაში და პარასკევის ტესტებმა მაშინვე აჩვენა, რომ მაკლარენის და ფერარის ბრძოლა ჩემპიონობისთვის უკომპრომისო იქნებოდა. პრაქტიკების პირველი 4 ადგილი მართლაც რომ ამ ორი გუნდის პილოტებმა დაიკავეს. შუმახერი პირველი იყო. მაგრამ სესიის დასრულებამდე 9 საათით ადრე მან ბოლიდი დაამტვრია. ყურადღება ასევე უილიამსის ახალგაზრდა პილოტმა ჯენსონ ბატონმა მიიქცია, მაგრამ ნეგატიურ ჭრილში. თავიდან მის ბოლიდს ჩიტი შეეჯახა. შემდეგ კი მას ავარია მოუვიდა და ბოლიდი დაამტვრია. შაბათის ვარჯიშებზე ჰეკინენის ბოლიდზე მაკლარენს პრობლემები შეექმნა და ამის გამო მათ ორივე ბოლიდზე ძრავი შეცვალეს. კვალიფიკაციაში მაკლარენის პილოტები დომინირებდნენ. შუმახერი ვერადავერ ახერხებდა ტემპის დაჭერას. აი როგორც იქნა მეოთხე ცდაზე, მან შეძლო და იდეალურად გაიარა პირველი და მეორე სექტორები, მაგრამ უცბად წითელი დროშები გამოჩნდა, რადგან დევიდ კულჰარდმა დაამტვრია ბოლიდი. ის კრიტიკის ქარცელში გაეხვა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მან ბოლიდი ძალით დაამტვრია, რათა ჰეკინენს შეინარჩუნებინა პოზიცია. სასტარტო ხაზი ასე გამოიყურებოდა. პირველ ხაზზე მიკა ჰეკინენი და დევიდ კულჰარდი იყვნენ, მათ უკან კი მიხაელ შუმახერი და რუბენს ბარიკელო მოყვებოდნენ. კვირას მაკლარენის პილოტებმა იდეალურად გასტარტეს, რასაც ვერ ვიტყვით შუმახერზე და ბარიკელოზე. მიხაელმა შეძლო შეინარჩუნა მესამე პოზიცია, მაგრამ რუბენსი მეხუთე პოზიციაზე გადავიდა. ჯენსონ ბატონს კი ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა, 21 ადგილიდან ის მე-15-ზე გადავიდა. ჯონი ჰერბერტს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ბოლოს ნაადრევად გამოეთიშა. მერვე წრეზე კი პედრო დელაროსოს ბოლიდის წინადაკიდების სისტემა დაუზიანდა და კედელს შეეჯახა. ედი ირვაინი ცდილობდა ნამსხვრევებისგან თავი აერიდებინა, მაგრამ არ გამოუვიდა და მანაც ნაადრევად დაასრულა რბოლა. ეროუსის მეორე ბოლიდზეც, რომელსაც იოს ფერსტაპენი მართავდა, წინადაკიდების სისტემის პრობლემა ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ ტრასაზე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა, რათა მიმოფანტული ნამსხვრევები მოეცილებინათ. მართალია მე-11 წელზე რბოლა განახლა, მაგრამ დევიდ კულჰარდს ბოქსებში შესვლა მოუწია, რადგან მისი ბოლიდის ძრავი ითიშებოდა. მანამ სანამ ინჟინერები ცდილობდნენ პრობლემის გამოსწორებას, მან დიდი დრო დაკარგა. მართალია ის ტრასაზე დაბრუნდა, მაგრამ 5 მოსახვევის შემდეგ დევიდს მოუწია რბოლა ნაადრევად დაესრულებინა. ამ დროს ჰეკინენმა გაზარდა დისტანცია მას და შუმახერს შორის, მაგრამ მე-19 წელზე მისი ბოლიდის ძრავასაც პრობლემა შეექმნა და ისიც მეწყვილესავით რბოლოს გამოეთიშა. ამ დროისთვის შუმახერმა ლიდერობა მოიპოვა. მას უკან ფრენსონი და ბარიკელო მოყვებოდნენ. მართალია პიტ-სტოპის შემდეგ მიხაელმა დაკარგა პოზიციები, მაგრამ არც ფრენსონი და არც ბარიკელო პიტ-სტოპზე არ ყოფილა და ეს მისთვის ძალიან კარგი შანსი იყო. და აი 34 წელზე დადგა რუბენსის პიტ-სტოპის დროც.
რომლის შედეგად ის მეათე პოზიციაზე იმყოფებოდა დებიუტანტ ჯენსონ ბატონის უკან. 37 წელზე ფრენსონი შევიდა პიტ-სტოპზე. მართალია ის თითქმის 14 წამით უსწრებდა შუმახერს, მაგრამ მექანიკოსებს პრობლემა შეექმნა და მისი გაჩერება 23 წამზე მეტი გაგრძელდა. საბოლოოდ 2000 წლის პირველი რბოლა მოიგო მიხაელ შუმახერმა. მეორე ადგილი რუბენს ბარიკელომ მოიპოვა, რითაც ფერარიმ გაიფორმა დუბლი. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის რალფ შუმახერმა დაიკავა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთგვარი ტრადიცია. ვინც ბრაზილიაში იმარჯვებდა, ის ხდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. ეს იყო ერთ-ერთი იმ ბევრი სრულწმენიდან, რომელიც ჩვენ საყვარელი სპორტის სახეობას ახასიათებს. იმ დროის ის ინტერლაგოსის ტრასაც ცნობილი იყო თავისი უსწორმოსწორმა მონაკვეთებით. როდესაც ეს ავტოდრომი შეიქმნა, მისთვის გამოყვეს ისეთი ადგილი, სადაც საცხოვრებელი სახლების აშენება არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, არც ავტოდრომისთვის არ იყო ეს ადგილი იდეალური. მაგრამ 2000 წლის სეზონისთვის ტრასაზე ახალი საფარი დააგეს და მოსამზადებელი სამუშაოები ზუსტად საბოლოო უქმეების დაწყებამდე დასრულდა. ვარჯიშებში ისევ მაკლარენი და ფერარის გუნდები ლიდერობდნენ. პირველი იყო ჰეკინენი, მის უკან კი ბარიკელო, კულჰარდი და შუმახერი იყვნენ. მაგრამ მალევე პილოტების აზრი გაერთიანდა, რომ ახალმა საფარმა ვერ გამოასწორა ტრასის პრობლემები. განსაკუთრებით სასტარტო სწორ მონაკვეთზე ბოლიდებს ძალიან დიდი ვიბრაცია ჰქონდათ. ვარჯიშების მიწურულს მიკასალოს ბოლიდს სასტარტო სწორზე მოძრა უკანა ფრთა. მან ბოლიდი ვერ დაიმორჩილა და დაამტვრია ის. პილოტი უნებელი გადარჩა. კვალიფიკაციაში მაკლარენის პილოტები ლიდერობდნენ. ფერარიში ვერ ახერხებდნენ სწრაფი წრის დაფიქსირებას. ხან შუმახერი უშვებდა შეცდომას, ხანდაც კი ტრასაზე დამაგრებული სარეკლამო ბანერები ვარდებოდა ძირს. კვალიფიკაციის მიმდინარეობის დროს სარეკლამო ბანერები რამდენჯერმე მოძრას სამაგრებიდან და ტრასაზე ჩამოვარდა. ყოველ ჯერზე ამ ყველაფრის გამო სესია ჩერდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ბანერი დაეცა ჟან ალიზის ბოლიდს. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. შემდეგი პრობლემა ისევ ზაუბერის გუნდს შეექმნა. მეწყვილესავით პედრო დე ლა როსას ბოლიდს მოძრა უკანა ფრთა და ისიც ავარიაში მოყვა. გუნდი მიხვდა, რომ ეს ბოლიდის კონსტრუქციის პრობლემის გამო მოხდა და მათ გადაწყვიტეს რბოლაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პოლ პოზიცია მოიპოვა მიკა ჰეკინენმა. მეორე დევიდ კულჰარდი იყო. მესამე და მეოთხე მიხაელ შუმახერმა და რუბენს ბარიკელო. შუმახერმა იდეალურად გასტარდა და მაშინვე გადაუსწრო კულჰარდს. პირველ მოსახვევში ის შეეცადა ასევე ჰეკინენისთვის გადაესწრო, მაგრამ არ გამოუვიდა. მეორე წრეზე კი სასტარტო სწორის ბოლოს მან შეძლო გადასწრება და გახდა რბოლის ლიდერი. ამ მომენტისთვის ბარიკელომ შეძლო მესამე პოზიციის მოპოვება და ცდილობდა ასევე ჰეკინენის გადასწრებას. რაც შეეხება მიხაელს, როგორც კი მან ჰეკინენს გადაუსწრო, გაზარდა ტემპი და ცდილობდა რაც შეიძლება წინ გაჭრილიყო. მერვე წრისთვის წითელი ბარონი თითქმის 10 წამს იგებდა. უკანა პოზიციებზე სხვა რბოლა მძვინვარებდა. ტრული მაჯობა ფიზიკელოს მე-6 ადგილისთვის ბრძოლაში და დაედევნა ირვანის, რომელიც თითქმის ყოველ წელზე ტრასის სხვადასხვა მონაკვეთში დამოხრუჭების დროს შეცდომას უშვებდა. ჟან ალეზიმ მოახერხა მე-7 პოზიციიდან მე-9-ზე გადასვლა, მაგრამ მე-12 წრეზე სიჩქარეების კოლოფი გამოუვიდა მწყობრიდან და მას რბოლის ნადირევად დასრულება მოუწია. მე-15 წრისთვის შუმახერი 20 წამით ლიდერობდა. 22 წრეზე ედი ირვაინმა დაამტვრია ბოლიდი. 22 წრეზე კი ბარიკელოს მოუწია რბოლის დასრულება, რადგან მისი ბოლიდის ჰიდრავლიკური სისტემა სითხეს კარგავდა. ფერარის ორივე პილოტისთვის ორ პიტ-სტოპიანი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული. პირველი პიტ-სტოპის შემდეგ შუმახერი მესამე ადგილზე იმყოფებოდა. ამავე დროს სწრაფი საბურავები ინტერლაგოსის უსწორმასწორო ტრასაზე ცუდი არჩევანი აღმოჩნდა. ვიბრაციების გამო ბოლიდის დამორჩილება ძალიან რთული იყო და ყოველ წრეზე მას და ჰეკინენს შორის სხვაობა იზრდებოდა. ჰეკინენის ერთადერთი პიტ-სტოპის დროს ის თითქმის 13 წამს უგებდა მიხაელს, მაგრამ ბოქსებისკენ ის ძალიან ნელა მიდიოდა და მან ბოქსებში დაასრულა რბოლა. მას შეეძლო ეს რბოლა მოეგო, მაგრამ ამჯერადაც ნაადრევად მოუწია რბოლის დასრულება. ლიდერობა ისევ შუმახერმა მოიპოვა. კულჰარდი ყველანაირად ცდილობდა, რომ შუმახერს დაწეოდა, მაგრამ მასაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა და რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ სასწაული იყო ის, რომ ფინიშამდე მივიდა. თითქმის მთელი რბოლა მე-4 სიჩქარეთან მეტით მოუწია სიარული. მან მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან ბოლიდის წინა ფრთა 6 მმ-ით უფრო დაბლა იყო, ვიდრე ეს რეგლამენტის მიხედვით იყო დაშვებული. მაკლარენმა გააპროტესტა ჯარიმა, მაგრამ ამაოდ რეზულტატი ასეთი იყო. პირველი შუმახერი, მეორე ფიზიკელო და მესამე ფრენცენი. რბოლის შემდეგ გაჩაღდა სკანდალის ახალი კერა. ყველა პილოტს გარდა ფიზიკელოსი ბოლიდის ძირზე დამაგრებული ფიცარი დაშვებულზე მეტად ჰქონდა შეთხელებული. წესების მიხედვით პირველი ადგილი ფიზიკელოს უნდა მიეღო, მაგრამ ტრასის კონფიგურაციის გამო ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვეს. და ერთადერთი პილოტი, ვისი დისკვალიფიკაციაც ძალაში დარჩა, დევიდ კულჰარდი იყო. როგორ ვფიქრობთ, რამდენად სამართლიანი იყო მაკლარენის პილოტ დევიდ კულჰარდის დისკვალიფიკაცია ბრაზილიის გრან-პრიზე? დაწერეთ კომენტარებში. 2000 წლის სეზონში სან-მარინოს გრან-პრი იყო პირველი ევროპული ეტაპი, სადაც ზოგიერთმა გუნდმა განახლებები გააკეთა. ფერარიში ტესტავდნენ ახალ უკანა ფრთას და ძრავის ახალ მოდიფიკაციებს. გუნდ პროსტში კი განახლეს ძრავი, მაგრამ ამით დიდი არაფერი შეცვლილა. პეჟოს ძრავი არასანდო იყო. პარასკევს პრაქტიკების სერიაში ლიდერობდა მიხაელი.
კულჰარდმა მასთან თითქმის 9 წამი წააგო. ჰეკინენმა კი 1 წამზე მეტი. რონ დენისის განცხადებით ეს ყველაფერი იმ ბევრი ყვითელი დროშების გამოჩენის გამო ხდებოდა, რომელიც სხვა პილოტების შეცდომებით იყო გამოწვეული. და ასევე ცივი ამინდი მათ ბოლიდებს არც თუ ისე უხდებოდა. შაბათ-დღეს წინ ჰეკინენი გაიჭრა, მაგრამ შუმახერმა მასთან მხოლოდ 1/10 წამი წააგო. ამ ყველაფერთან ერთად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ სან მარინოს ტრასა და მიკა ჰეკინენი ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ იყო. ბოლო 8 ბოლიდან ამ ტრასაზე ის მხოლოდ ერთხელ ავიდა პოდიუმზე. შუმახერი და ჰეკინენი ერთმანეთის მიყოლებით აუმჯობესებდნენ დროს, მაგრამ ამ დუელიდან გამარჯვებული ჰეკინენი გამოვიდა და პოლ პოზიცია მოიპოვა. შუმახერი მეორე იყო, კულჰარდი მესამე, ბარიკელო კი მეოთხე. ჰეკინენს იდეალური სტარტი ჰქონდა და საგრძნობლად წინ გაიჭრა. შუმახერმა კი პირიქით ძალიან ცუდად დასტარტა, მაგრამ თავისი აგრესიული მართვის მანერით კულჰარდი წინ მაინც არ გაუშვა და დაბლოკა ის. ამ ყველაფრით ისარგებლა რუბინს ბარიკელომ და მესამე პოზიცია მოიპოვა. ასევე ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა ჟაკლინ ნეუსაც, რომელმაც მე-9 პოზიციიდან მე-5-ზე გადაინაცვლა. ლიდერები ორ ნაწილად გაიყვნენ. ბარიკელო კი ყველანაირად ცდილობდა კულჰარდის შეკავებას. 26 წრეზე ლიდერებს შორის პირველი პიტსტოპზე კულჰარდი შევიდა. მართალია პიტსტოპმა კარგად ჩაიერა, მაგრამ ბოქსებიდან გამოსვლისას მან შეცდომა დაუშვა და პირველ სიჩქარეზე გადართვა დააგვიანა. 28 წრეზე შუმახერს და ჰეკინენს სინქრონული პიტსტოპი ჰქონდათ, სადაც მაკლარენის მექანიკოსები უფრო სწრაფები აღმოჩნდნენ. ჰეკინენი ისევ ლიდერობდა, მაგრამ მისი მეორე პიტსტოპის შემდეგ მან დაკარგა პოზიცია და წინ მიხაილი გაიჭრა და ბოლოში გამარჯვებაც მოიპოვა. ჰეკინენმა განაცხადა, რომ პირველი პიტსტოპის შემდეგ მან ბოლიდით რაღაცას გადაუარა, რის გამოც ბოლიდის ძირი დაზიანდა. ასევე მეორე პიტსტოპის დროს მისი ბოლიდი ჩაქრა, რის გამოც რამდენიმე წამი დაკარგა. ჩემპიონატში ისევ მიხაილი ლიდერობდა. ამ დროს კი ჰეკინენმა სეზონის პირველი ქულები აიღო. დიდი ბრიტანეთის სამფრობოლოს წვიმით შეხვდა. გუნდები და პილოტები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ბრიტანეთში ზაფხულშიც კი წვიმა იყო მოსალოდნელი. ამჯერად კი რბოლა აპრილში იმართებოდა და წვიმასთან ერთად ძალიან ციოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში შუმახერმა განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა აპრილში ეს იყო პირველი და უკანასკნელი რბოლა დიდ ბრიტანეთში. მართალია პრაქტიკების პირველი ნაწილის დროს არ წვიმდა, მაგრამ ქარიანი და ნესტიანი ამინდი იყო. შემდეგი წვიმაც წამოვიდა. რა თქმა უნდა, ის პილოტები, რომელმაც მოასწრეს პირველ ნახევარში თავიანთი სავარჯიშო წრეების დარტყმა, მათ დააფიქსირეს თავისი დრო. რაც შეეხება შუმახერს, მას არ გაუმართლა, რადგან ის ტრასაზე წვიმასთან ერთად გამოვიდა. კვალიფიკაციის დროს წვიმა შეწყდა და მზემ გამოუნათდა. პილოტები მაშინვე ტრასისკენ გაეშურნენ, რათა მოეწროთ თავიანთი სწრაფი წრეების დაფიქსირება, რადგან არავინ იცოდა წვიმა ისე როდის დაიწყებოდა. ლიდერობა მიკა ჰეკინენმა მოიპოვა. სილვერსტოუნზე ამინდი უფრო და უფრო კარგი ხდებოდა. მთელი კვალიფიკაციის დროს პოლ პოზიციის მფლობელები 16-ჯერ შეიცვალა. საბოლოოდ კი პოლ პოზიცია რუბინს ბარიკელომ მოიპოვა. სეზონში პირველად პოლ პოზიციაზე არიდგა ჰეკინენი, მაგრამ მისი მონოპოლია არა მიხაელმა, არამედ რუბინსმა შეწყვიტა. სტარტზე ბარიკელომ შეინარჩუნა პოზიცია და პირველი პიტსტოპის შემდეგ ლიდერობდა. რაც შეეხება შუმახერს, მან სტარტზე მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა და მისი ძმის უკან აღმოჩნდა. ის ყველანაირად ცდილობდა პოზიციის მოპოვებას, მაგრამ ამაოთო. 31 წრეზე კულჰარდმა შეძლო გადაუსწრო ბარიკელოს და მოიპოვა ლიდერობა. ბარიკელოს თქმით, 29 წრეზე მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მისმა ბოლიდმა ჯერ ძალა დაკარგა, შემდეგ კი მოსახვევში ძრავა გაითიშა და ისევ ჩაირთო. ამ ყველაფრის გამო მას ბოლიდი მოუსრიალდა. რუბინსი ბოქსებისკენ გაეშურა, მაგრამ ინჟინერებმა ვერ შეძლეს პრობლემის გამოსწორება და ის რბოლას გამოეთიშა. მართალია რბოლის ბოლოს ჰეკინენი წამოეწია კულჰარდს, მაგრამ ვერ შეძლო ლიდერობის მოპოვება და კულჰარდმა რბოლა მოიგო. ჰეკინენმა და შუმახერმა კი მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ეს მატჩში პოლ პოზიცია მოიპოვა მიხაელ შუმახერმა. მეორე კი მიკა ჰეკინენი იყო. მესამე ადგილი კი რუბინს ბარიკელომ დაიკავა. სტარტზე მიხაელმა შეინარჩუნა პირველი პოზიცია და წარმატებით დაიცვა თავი ჰეკინენის თავდასხმისკენ. ამავე დროს მიკას მოუწია თავდაცვაზე ფიქრი, რადგან მას რალფ შუმახერი უტევდა, რომელმაც სტარტზევე გადაუსწრო ბარიკელოს და კულჰარდს. რუბინსმა არა მარტო მესამე პოზიცია დაკარგა, არამედ მას კულჰარდმაც გაუსწრო და ის მე-5 პოზიციაზე დარჩა. შუმახერი ყველანაირად ცდილობდა შორს წასულიყო ჰეკინენისგან, მაგრამ მას ეს არ გამოსდიოდა. 24 წრეზე შუმახერი შევიდა პიტსტოპზე. მართალია პიტსტოპმა სწრაფად ჩაიერა, მაგრამ მოხდა პატარა ინციდენტი. როდესაც ბოლიდი ამ წევებიდან დაბლა დაუშვეს, ინჟინერმა, რომელსაც stop and go-ს ნიშანი ეჭირა, აწია მაღლა, რითაც მიხაელს მისცა ნიშანი, რომ მას მოძრაობის დაწყება შეეძლო. ამ დროს კი ბოლიდში საწვავის ჩასმა არ ჰქონდათ დამთავრებული. მიხაელმა ბოლიდი დაძრა და უკანა საბურავით გადაუღარა ერთ-ერთ ინჟინერს. შუმახერი ინარჩუნებდა ლიდერობას და ჰეკინენი ვერა და ვერა ახერხებდა მის გადასწრებას. მაგრამ მეორე პიტსტოპზე ისინი ერთდროულად შევიდნენ, სადაც ფერარის ინჟინერმა დაუშვეს შეცდომა. იმის მიუხედავად, რომ საბურავები ძალიან მალე გამოცვალეს, შემცვლელმა ინჟინერმა ვერ მოახერხა საწვავის სწრაფად ჩასხმა, რის გამოც მიხაელმა დიდი დრო დაკარგა და ჩამორჩა ჰეკინენს.
მიხაელმა არა მარტო ვერ შეძლო დაწევა ჰეკინენს, არამედ მას კულჰარდიც წამოეცი. 47 წრეზე კულჰარდმა პირველად შეუტია მიხაელს. შუმახერმა ამჯერად დაიცვა თავი, მაგრამ შემდეგ წრეზე კულჰარდმა მოახერხა მიხაელის გაცურება. მან თითქოს და შიდა ტრაექტორიით მოინდომა გადასწრება. მიხაელმა მაშინვე შეიცვალა ტრაექტორია და ამ დროს კულჰარდმა მას გარე ტრაექტორიდან გადაუსწრო. მიხაელმა დაკარგა ტემპი, რა დროსაც მას რალფ შუმახერი და რუბენს ბარიკელო მიუახლოვდნენ. რალფმა სადაც მისთვის გადაესწრო, რა დროსაც მოხდა კონტაქტი და ისინი ტრასიდან ცოტათი გადავიდნენ. ამ დროს ბარიკელო მოახერხა და ორივე შუმახერს გადაუსწრო. მიხაელს კი მოუწია პიტსტოპზე შესულიყო, რადგან საბურავი გაუფუჭდა. ბოლოში გამარჯვება მიკა ჰეკინენმა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი კულჰარდმა და ბარიკელომ მოიპოვეს. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი რალფი და მიხაელი გავიდნენ. თქვენთვის რომელი მომენტი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ესპანეთის გრან-პრიზე? დაწერით აუცილებლად კომენტარებში. შემდეგი რბოლა ნიურბურგრინგზე ტარდებოდა. როგორც ყველამ ვიცით, ამინდი ამ ტრასაზე ყოველთვის ცვალებადი იყო. მეტეოროლოგების პროგნოზისთაც წვიმა ან მთელი უქმები გაგრძელებოდა, ან კვირას რბოლის დაწყებამდე შეწყდებოდა. კვალიფიკაციის ბოლოს მიხაელ შუმახერმა დაუშვა შეცდომა, რის გამოც მეორე პოზიცია დაიკავა. პოლ პოზიციის მფლობელი კი დევიდ კულჰარდი იყო. მესამე და მეოთხე ადგილებიდან კი მიკა ჰეკინენი და რუბენს ბარიკელო იწყებდნენ რბოლას. ლიდერებმა სტარტზე გაცვალეს პოზიციები. კულჰარდმა ცუდად გასტარტა, რითაც ისარგებლა მიხაელმა და მაშინვე გადაუსწრო მას. ამავე დროს კი მესამე ადგილოსანმა მიკა ჰეკინენმა იდეალურად გასტარტა. უკან ჩამოიტოვა ორი ლიდერი და პირველ პოზიციაზე გადავიდა. მეოთხე წრეზე წამოვიდა წვიმა და მიხაელ შუმახერი ყოველ წრეზე უფრო და უფრო უახლოვდებოდა ჰეკინენს. მეექვსე ადგილსვე ბრძოლაში კი ფიზიკალურ მაჯობა რალფ შუმახერს და შემდეგ მისი სწრაფი ტემპიდან გამომდინარე ასევე გადაუსწრო ჟან ვილნიუსსაც და გადავიდა მეხუთე პოზიციაზე. ამ დროს კი მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო. შუმახერმა გადაუსწრო ჰეკინენს და ლიდერობა მოიპოვა. სულ რაღაც ორ წრეში მან 5 წამი მოუგო ჰეკინენს. ბარიკელოც არიჯდა უსაქმურად. მან შეძლო და მესამე ადგილსვლის ბრძოლაში დაამარცხა დევიდ კულჰარდი. სამწუხაროდ რუმის 3 პიტსტოპით მოუწია მთლიანი დისტანციის დაფარვა, რის გამოც კულჰარდის უკან აღმოჩნდა. სამშობლოში რბოლა მიხაელ შუმახერმა მოიგო. მის უკან ჰეკინენი, კულჰარდი და ბარიკელო განთავსდნენ. სამფო რბოლების მარგალიტ გრან-პრიზე მიხაელმა მოიპოვა მისი 25-ე პოლ პოზიცია კარიერაში. ყველამ ვიცით, რომ მონაკოში კვალიფიკაციაში კარგი დროის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. კვალიფიკაციის მიმდინარეობის დროს ყველაფერი მიუთითებდა, რომ ჰეკინენი მე-7 პოზიციიდან დაიწყებდა რბოლას. მაგრამ ბოლო წრეზე მან შეძლო დროის გაუმჯობესება და მე-5 ადგილი მოიპოვა სასტარტო ხაზზე. ჯორდანებმა ყველა გააკვირეს. ტრულიმ დაიკავა მეორე პოზიცია, ფრენსონმა კი მე-4. მესამე ადგილიდან კი რბოლას კულჰარდი იწყებდა. რბოლის სტარტი მხოლოდ მესამე წრიდან შედგა, რადგან სხვადასხვა პილოტებს ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. მაგრამ მესამე წრეზე დაწყებული რბოლაც არ გაგრძელებულა ერთ წრეზე მეტი. მარშალებმა აღმართეს წითელი დროშები და გააჩერეს რბოლა, დროის გაზომვის სისტემის პრობლემების გამო. შემდეგ წრეზე როგორც იქნა რბოლა დაიწყო. წითელი ბარონი მაშინვე წინ გაიჭრა და მე-16 წრისთვის ტრული მას 15 წამით ჩამორჩებოდა. რაც შეეხება მაკლარენის პილოტებს, ისინი აშკარად უფრო სწრაფები იყვნენ ვიდრე ჯორდანები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მონაკოში გადასწრება როგორი რთულია. ამიტომაც ისინი თავის მომენტს ელოდნენ. 24 წრისთვის მიხაელის უპირატესობა 23 წამამდე იყო. 36 წრეზე ჰეკინენს მოხრუჭების პრობლემა შეექმნა. ის ბოქსებისკენ გაეშურა და პრობლემის აღმოფხვის შემდეგ შეძლო რბოლის გაგრძელება, მაგრამ დიდი დრო დაკარგა და რბოლა მე-16 პოზიციიდან განაგრძო. ამავე დროს რბოლას გამოეთიშა იანო ტრული და მისი პოზიცია კულჰარდმა დაიკავა. როდესაც კულჰარდის წინ თავისუფალი ტრასა გამოჩნდა, მან ტემპს საგრძნობლად მოუმატა და წითელ ბარონზე სწრაფიც აღმოჩნდა. მაგრამ მათ შორის დაშორება იმდენად დიდი იყო, რომ ეს მას მაინც ვერ ეხმარებოდა. ტრულის და ალიზის რბოლის დასრულების, რალფ შუმახერის ავარიის და ჰეკინენის პრობლემების შემდეგ გრიდის წყობა ასე გამოიყურებოდა. ლიდერობდა მიხაელი. მას უკან კულჰარდი, ფრენსენი და ბარიკელო მოყვებოდნენ. მიხაელი პიტსტოპზე 59 წრეზე შევიდა. მას და კულჰარდ შორის დაშორება იმხელა იყო, რომ კულჰარდმა ვერც კი მოახერხა ლიდერობის მოპოვება. ამ ყველაფერთან ერთად ის ასევე უნდა შესულიყო პიტსტოპზე. 50 წრეზე რიკარდო ზონტეს, ისევე როგორც რალფ შუმახერს და სხვა პილოტებს მოუვიდათ ავარია სან-დევოტის მოსახვევში. ამ მოსახვევში ბევრი ავარიის მიზეზი ძალიან ბანალური იყო. ფორმულა 1-ის რბოლამდე ამ ტრასაზე ჩატარდა რენოს ჩემპიონატი, სადაც ზუსტად ამ მოსახვევში ორ პილოტს მოუვიდათ ავარია, რის გამოც ტრასაზე ძალიან ბევრი საავტომობილო სითხეები დაიყვარა. მარშალებმა საზეს ტრასის გაწმენდა და ქვიშაც დაყარეს ამ მონაკვეთზე, მაგრამ ამაოდ. პატარა შეცდომაც კი ბოლით ძნელად სამართავს ხდიდა. ამიტომაც სან-დევოტის მოსახვევი ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსახვევი იყო.
53 წლისთვის კულჰარდმა 11 წამიანი დაშორება 4 წამამდე შეამცირა. ამ დროს კი მიხაელ შუმახერი უცბად შენელდა. მის წინა მარჯვენა საბურავი უბრალოდ ჰაერში ეკიდა. როგორც აღმოჩნდა, გამრავლების მილი დაზიანდა, საიდანაც ხელი ჰაერი ჟონავდა, რის გამოც უკანა მარცხენა დაკიდების სისტემა ვერ გაუძლო, გადახურდა და გატყდა. წითელმა ბარონმა მიაღწია ბოქსებამდე, მაგრამ მექანიკოსებს არაფრის შესწვლა არ შეეძლოთ, რის გამოც ის რბოლას გამოეთიშა. 71 წრეზე იოს ვერსტაპენმა დაამტვრია ბოლდი ტაბაკის მოსახვევში. 71 წრეზე კი სანდეოტის მოსახვევმა ფრენსენი იმსხვერპლა და წაართვა პედესტალის მეორე ადგილი. ბოლოში გამარჯვება კულჰარდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი რუბინსი გავიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუბინსის ბოლიდსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, რაც მიხაელის. კიდევ რამდენიმე წრეც და ისიც გამოეთიშებოდა რბოლას. ფიზიკალურ შეძლო მესამე პოზიციის დაკავება. ამჯერად ჰეკინენი მეექვსე პოზიციას დაჭერდა. 2000 წლის პირველ ნახევარს ხურავდა კანადის გრან-პრი. კანადა პილოტებს სითბოთი და მზით შეხვდა. იმის გამო, რომ კანადის ტრასის ნაწილი სამოქალაქო გზის ნაწილს წარმოადგენს, სავალი ნაწილი არც თუ ისე სახარბიელო იყო. ამიტომაც პარასკევი დღის ვარჯიშებზე დასაწყისში ჩემპიონატის ლიდერები ბოქსებში ელოდებოდნენ, მანამ სანამ აუთსაიდერები თავიანთი ბოლიდებით რამდენიმე წრეს დაარტყავდნენ და ტრასას გაწმენდნენ. სესიის ბოლოს ფერარის და მაკლარენის პილოტები ტრასაზე გამოჩნდნენ. თავიდან პირველი და მეორე ადგილები მიხაელმა და რუბინსმა გაიყვეს, მაგრამ სესიის დასრულებისას კულჰარდმა შეძლო და გამოამჯობესა წითელი ბარონის დრო. შაბათს კვალიფიკაციის დროს შუალედურ პოლ პოზიციაზე ყველა ლიდერი ერთმანეთს ცვლიდა. კვალიფიკაციის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მთავარ პრეტენდენტებმა დაიწყეს თავიანთი ბოლო ცდა. კულჰარდმა პირველმა დაასრულა წრე და დაიკავა შუალედური პოლ პოზიცია, მაგრამ მიხაელი უფრო სწრაფი აღმოჩნდა 1/1000-ით. თითქოს და ეს არ იყო დიდი სხვაობა, მაგრამ ეს იყო პოლ პოზიციის ფასი. მესამეზე რუბინსი კვალიფიცირდა, მეოთხეზე კი ჰეკინენი. სწარზე შუმახერმა და კულჰარდმა შეინარჩუნეს პოზიციები. მესამე პოზიციაზე კი ჟაკ ვილნოვმა გადმოინაცვლა. ვილნოვი თავის დაუნებურად ანელებდა მასზე სწრაფ ბარიკელოს და ჰეკინენს. ლიდერები კი წინ გაიჭრნენ. მე-10 წრისთვის ვილნოვსა და კულჰარდს შორის დაშორება უკვე 11 წამი იყო. მე-11 წრეზე კულჰარდი დააჯარიმეს 10 წამიანი სტოპ-ენდ-გოუთი. ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ ბოლის დაწყებამდე 15 წამიანი მზადყოფნის გამოცხადების შემდეგ მექანიკოსები ისევ აგრძელებდნენ ბოლის მომსახურებას. მე-14 წრეზე ის შევიდა ბოქსებში ჯარიმის შესასრულებლად, რის შედეგადაც ის მე-10 პოზიციაზე აღმოჩნდა. მე-20 წრისთვის შუმახერსა და ვილნოვს შორის დაშორება 18 წამამდე იყო. ტრასაზე წამოვიდა წვიმა და 26 წრეზე ბარიკელომ როგორც იქნა შეძლო და გადაუსწრო ვილნოვს. ფერარის ინჟინერებმა ტელემეტრიაში შეამჩნიეს პრობლემები შუმახერის ბოლიდზე. 34 წრეზე ის ნაადრევ პიტსტოპზე შევიდა. ინჟინერებმა სადეს გაერკვიათ რაში იყო პრობლემა, მაგრამ ამაოდ. შუმახერი ტრასაზე ბარიკელოს უკან დაბრუნდა. შემდეგ წრეზე კი როგორც იქნა ჰეკინენმაც გადაუსწრო ვილნოვს და დაეწია შუმახერს. მაგრამ დაგეგმილა პიტსტოპმა არ მისცა პილოტებს ბრძოლის საშუალება და პიტსტოპის შემდეგ ჰეკინენი მე-6 პოზიციაზე დაბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ ტრასაზე მსუბუქი წვიმა მოდიოდა, ტრასა ჯერ კიდევ არ იყო სველი. ამიტომაც პილოტები ცდილობდნენ პიტსტოპზე გვიან შესულიყო, რადგან თუ წვიმა გაძლიერდებოდა, არ დაეკარგა დროს საწვიმარი საბურავების მისაღებად. მხოლოდ 3 პილოტმა მიიღო საწვიმარი საბურავები თავიანთ პიტსტოპზე. ესენი იყვნენ ჟან-კარლო ფიზიკელო, ალექსანდრ ვურცი და იოს ვერსტაპენი. ყველა სხვა დანარჩენი პილოტი 1 წრის დაგვიანებით შევიდნენ პიტსტოპზე საბურავების შესასვლელად და ეს ყველაფერი ფერარისთვის ლამის ცუდად დასრულდა. არც შუმახერს და არც ბარიკელოს არ უნდოდა დროის დაკარგვა და გადაწყვეტეს 1 წრეზე შესულიყვნენ პიტსტოპზე. რის გამოც როდესაც რუბინსი ინჟინერებთან მივიდა, შუმახერი ჯერ კიდევ არ იყო დაძრული და ინჟინერებს ასევე არ ჰქონდათ რუბინსისთვის საბურავები მომზადებული. რის გამოც ბარიკელოს გაჩერება 46 წამი გაგრძელდა და ის მესამე პოზიციაზე გამოვიდა ბოქსებიდან, ფიზიკელოს უკან. იტალიელი დიდხანს არ ყოფილა მეორე პოზიციაზე. პირველი მოსახვევის წინ ფიზიკელომ დაუშვა შეცდომა და გზიდან გადავიდა, რის გამოც ბარიკელომ მეორე პოზიცია მოიპოვა. 57 წრეზე საწვიმარო საბურავებისთვის პიტსტოპზე შევიდა ჰეკინენიც. ეს 11 წრე საბოლოოდ ძვირად დაურჩდა მას. 51 წრეზე პედრო დელაროს და პედრო პაულო დინიცი შეეჯახნენ ერთმანეთს. პირველ 4 ადგილს იკავებდნენ მიხაელ შუმახერი, რუბენს ბარიკელო, ჟან-კარლო ფიზიკელო და მიკა ჰეკინენი. მაგრამ ყველა საინტერესო მომენტი მე-5-დან მე-10 ადგილებზე ხდებოდა. 53 წრეზე ვერსტაპენმა სადაც სასტარტო სწორზე გადაესწრო ვურცისთვის დამხრუჭების დროს. ორივე პილოტმა დაუშვა შეცდომა და გადავიდნენ მოხრეშული გზის არასავალ ნაწილზე. ვურცმა შეძლო მე-6 პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ ვერსტაპენს რალფ შუმახერმა გადაუსწრო. ვერსტაპენს დიდი დრო არ დაჭირდა პოზიციის დასაბრუნებლად და იმავე წლის ბოლოს გადაუსწრო რალფს. 71 წრეზე ვილნოვმა შეუტია კულჰარდს, მაგრამ დამხრუჭებისას შეცდომა დაუშვა და დაეჯახა რალფ შუმახერს, რის გამოც ორივე გამოეთიშნენ რბოლას. კანადის წვიმიან რბოლაში გამარჯვება მიხაელ შუმახერმა მოიპოვა. მის უკან რუბენს ბარიკელო და ჟან-კარლო ფიზიკელო განთავსდნენ. ამ სეზონში მიხაელისთვის ეს იყო მე-5 გამარჯვება კარიერაში, მე-40 და 21 ფერარის შემადგენლობაში. საჩემპიონო ბრძოლაში ის კულჰარდს 22 ქულით უსწრებდა.
თუ როგორ განვითარდა 2000 წლის მოვლენები დარჩენილ გრან-პრებში, ამას შემდეგ ვიდეოში იხილავთ. და ბოლოს მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოვიდეთ ჩვენს Facebook ჯგუფს Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ, სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.